ეხლა ბოქსებს ვალაგებდი და აი შემხვდა და გადავწყვიტე ვიდეო ჩავწერო. აი თუ ვინმეს გონიათ რომ აი ეს გადაჭრილი კარდნისგან გაკეთებული რაღაცა პრიამიკი ეგრეთ წოდებული წუნინგი რო გაქვთ, ხოლმე ძალიან ბევრს. თუ ვინმეს გონიათ რომ ეს რამე პლუსი აძლევს თქვენის ავტომობილს, ძალიან ცდებით მეგობრებო. ამასთან აი ეს თუ ნასვარკია და აი ეს თუ ნამუშევარია, ეს ნაკეთობა, მაშინ ნამდვილი ნაკეთობა რაღა არა ვიცი. აი ეს რა უბედურება, კაია რომ ეს გადავაგდებინეთ ამის პატრონსა და ნორმალური დავაყენეთ. ხო და თუ რაიმეს დაყენება გინდა და გაუმჯობესება, ამისათვის არსებობს ადამიანები, რომლებიც ანგარიშობენ, ითვლიან და აკეთებენ ამას იდეალურად. უნდა გადაითვალისწინოთ თქვენი ავტომობილის ცხენის ძალები, იმის მიხედვით კეთდება დიამეტრი ამ გამშვების, დიამეტრის მიხედვით კეთდება მოხრები, არის სპეციალური წესი, რომელთაც უნდა მოიხაროს და ჰაერმა კარგად იაროს შიგნით. ამის შემდეგ არის რანერების სიგრძე, რეზონატორი რა მანძილზე უნდა დაყენდეს, ესეც უნდა გამოვიანგარიშოთ. ამას კიდე აქ არავინ არ აკეთებს მეგობრებო. შესაბამისად, თუ ვინმეს გინდათ რომ გააწუნინგოთ თქვენი ავტომობილის გამშვების სისტემა, უნდა შეიძინოთ ტუნინგი ბრენდები სპეციალურად, რომლებიც ამაზე მუშაობენ. თუ ამის ერთი ადგილი არ გაქვთ, მაშინ უნდა შეეშვათ საერთოდ. იმიტომ რომ ეს არ არის ტუნინგი. ეს უარესია თქვენი ავტომობილისათვის. ყველაზე კარგი ტუნინგი არის ის, რომ შეინარჩუნოთ თქვენი ავტომობილის ქარხნული მდგომარეობა. ყველაზე კარგ შემთხვევაში შეგიძლიათ კაინდენის მაგალითად ნულევი კებს რო ეძახიან, ჰაერის სისტემა შემშვები გააუმჯობესოთ ოდნავ და უკეთეს შემთხვევაში ჰაერი რაც შედის, ის გააგრილოთ, ანუ დააყენოთ ინტერკულერი. ამის იქით ვერაფერს ვერ გაუკეთებთ ქარხნულ მდგომარეობაში კარგს. არის რომ აი კატალიზატორიც თავისთავად ხელს უშლის და შეგვიძლია თუ ავტომობილი და კანონი ამის თქვენს ავტომობილთან მიმართებაში კანონი ამის საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ ისიც ამოიღოთ. ამის იქით ვერაფერს ვერ გაუკეთებთ სამწუხაროდან. იზამთ ამას. ამის თქვა მინდოდა.